ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია ვერ ახერხებს ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობებში აშკარა შეუსაბამობის მოგვარებას. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ქრისტოფერ ლანდაუმ განაცხადა. ამერიკელი დიპლომატის მტკიცებით ასეთი შთაბეჭდილება ნატოს მინისტერიალზე გამართული შეხვედრის შემდეგ დარჩა. ეს თითქმის ერთი და იგივე ქვეყნებია ორივე ორგანიზაციაში. როდესაც ეს ქვეყნები ნატოს ქუდებს ატარებენ, ისინი ამტკიცებენ, რომ ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა ჩვენი ურთიერთუსაფრთხოების ქვაკუთხედია. მაგრამ როდესაც ეს ქვეყნები ევროკავშირის ქუდებს ატარებენ, ისინი ყველანაირი დღის წესრიგს მისდევენ, რომელიც ხშირად სრულიად ეწინააღმდეგება ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებსა და უსაფრთხოებას. მათ შორის ცენზურა, ეკონომიკური თვითმკვლელობა, კლიმატური ფანატიზმი, ღია საზღვრები, ეროვნული სუვერენიტეტის მრავალმხრივი მმართველობისა და დაბეგვრის ხელშეწყობის ზიზღი, კომუნისტური კუბის მხარდაჭერა და ასე შემდეგ. ეს შეუსაბამობა არ შეიძლება გაგრძელდეს. ევროპის დიდი ერები ან ჩვენი პარტნიორები არიან იმ დასავლური ცივილიზაციის დაცვაში, რომელიც მათგან მემკვიდრეობით მივიღეთ, ან არა. თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ პარტნიორები მასში, როცა ეს ერები ევროკავშირის არაარჩევით, არადემოკრატიულ და არაწარმომადგენლობით ბიუროკრატიას ბრიუსელში ცივილიზაციური თვითმკვლელობის პოლიტიკის გატარების საშუალებას აძლევენ.